მოგესალმებით, მეგობრებო. გრძელდება ჩვენი შეხვედრების სერია 10 წუთი გიორგი თავაძესთან ერთად. დღეს ჩემი სტუმარია გიორგი არქანია, ისტორიკოსი, ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორი და ჩვენი შეხვედრის თემა არის ისტორიის სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში. ჩვენ დროში ბუნებრივია შეზღუდულები ვართ, 10 წუთი არის ჩვენი დრო, ამიტომ გვექნება სამი ძირითადი შეკითხვა გიორგი, ეს შენიცი. მოგესალმები და პირველი შეკითხვა ასეთი იქნება. მოგესალმებით. რა ზოგადხედვას უნდა ემყარებოდეს საქართველოს ისტორიის სწავლება სკოლებში? როგორია შენი აზრი? პირველი სკოლისა მე გამოყოფდი ორ რამეს, რასაც უნდა ეფუძნებოდეს და რაზეც უნდა იყოს ორიენტირებული საქართველოში ისტორიის სწავლება ზოგად დიახ. საგანმანათლებლო სკოლებში. ეს უპირველეს ყოვლისა არის, რა თქმა უნდა, თავისუფალი ადამიანი და რა თქმა უნდა, თავისუფალი ადამიანებისგან შემდგარი საზოგადოება. აი, სწავლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ეს უნდა იყოს, რომ ისტორიის სწავლის და სწავლების დროს, ასე ვთქვათ, ხელი შევუწყოთ ადამიანის თითოეული ინდივიდის თავისუფალ აზროვნებას, კრიტიკულ აზროვნებას, მსჯელობის უნარის განვითარებას და ასე შემდეგ. და მეორე უმნიშვნელოვანესი თემა ეს არის, რა თქმა უნდა, თავისუფალი სახელმწიფო, ჩვენი სწავლება ისტორიისა დამოუკიდებელი საქართველოს სკოლებში უნდა იყოს ხელშემწყობი იმისა, რომ მოსწავლეს მოსწავლის აზროვნება განვითარდეს იმ მიმართულებით, რომ ასე ვთქვათ, ხელი შეუწყოს ყოველთვის იმის წარმოჩენას, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მისი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, ასე ვთქვათ, ვიღვაწოთ და ვიშრომოთ და ასე ვთქვათ, ვიბრძოლოთ და ისტორიიდან უპირველეს ყოვლისა უნდა მივაქციოთ ყურადღება სწორედ იმ ეპოქებს და იმ ადამიანებს და იმ საკითხებს, რომელიც გააღვივებს თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოსთვის შრომასა და მოღვაწეობას. მადლობა, გიორგი. აი, როგორ ფიქრობ, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, აი, ისტორიის სწავლების კუთხით, რა ძირითადი გამოწვევები არსებობს დღესდღეობით? გამოწვევები უამრავია. შეიძლება ითქვას, რომ ეს საკითხი, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ძირითადად გამოწვევებისგან შედგება. ჩვენთან ისტორიის სწავლების პოლიტიკა არასდროს ყოფილა გრძელვადიანი. შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ჩვენთან არც შექმნილა გრძელვადიანი პროგრამა და მიდგომა ისტორიის სწავლებასთან დაკავშირებით. იცვლება ვითარება თითქმის ყოველწლიურად განათლების მინისტრების ცვლილებასთან ერთად, ანუ აქ არ გულისხმობ მხოლოდ ხელისუფლება და ცვლილებას. აქ კონკრეტული მინისტრები, ასე ვთქვათ, ქმნიან დღის წესრიგს და ცვლიან რადიკალურად მას. მაგალითად, ასე ვთქვათ, ხარვეზიანი რომ არის დღეს ხშირად ისტორიის სახელმძღვანელოები, ეს და უპირველეს ყოვლისა ამას ვაბრალებთ ავტორებს, ეს არის დიდწილად და უპირველეს ყოვლისა იმის მიზეზი, რომ ზოგადად სახელმწიფო და განათლების სისტემა ძალიან არასერიოზულად უყურებს სახელმძღვანელოების შექმნის საკითხს. სახელმძღვანელოები ძირითადად იწერება 3 თვის განმავლობაში და საუბარია სასკოლო სახელმძღვანელოებზე, რომელთა ასე ვთქვათ, რომლებითაც სწავლობენ მოსწავლეები, სადაც თითოეული სიტყვა, თითოეული წინადადება, თითოეული გვერდი უნდა იყოს კარგად გააზრებული რამდენიმე მიმართულების და დარგის ექსპერტის მიერ, რატო ასეთი ხდება, გიორგი, ტიპის ესე? უცბად ჩაგიწერა. იმიტომ რომ სისტემის სათავეში ძირითადად არიან არაკომპეტენტური ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ გააზრებული თუ რაოდენ მნიშვნელოვანი თემაა ეს. რომ წლების განმავლობაში უნდა იგეგმებოდეს და უნდა იწერებოდეს ისტორიის სახელმძღვანელოები და როგორც მოგახსენეთ, ეს ხდება რამდენიმე თვის განმავლობაში. აი, მაგალითად, შარშან თუ ითქვა თურმე განათლების სისტემაში, რომ ყველა კლასში უნდა შეიცვალოს ისტორიის, არა მხოლოდ ისტორიის, არამედ სხვა საგნის სახელმძღვანელოების და ეს უნდა მოხდეს ერთობლივად. ანუ ყველა კლასში, ყველა საგნის, ყველა სახელმძღვანელო უნდა დაიწეროს და რიფირება მოხდეს ერთ ეტაპად, ერთი წლის განმავლობაში. რაღაც კონვეირული წესით ხდება ამ პროცესის, ასე ვთქვათ, ჩაშვება და მეორე განხორციელება. შემდეგ ხარვეზებზე რადგანაც ვსაუბრობთ,
მაგალითად, საილუსტრაციო და დიახ, ხარვეზებისად გამოგვადგება ის, რომ მე-12 კლასში დღეს საერთოდ არ არის სახელმძღვანელო. ისტორიის სახელმძღვანელო მე-12 კლასში არ აქვთ. პირველ სემესტრში შემოიტანეს რაღაც დამატებითი რესურსი, რომლის გარშემოც დიდი სკანდალი აგორდა გარკვეული მიზეზების გამო, იმიტომ რომ იქ მოხდა უხეში ჩარევა და ამას დაჰკრავდა პოლიტიკური ელფერი. მეორე სემესტრის ბედი ჯერ საერთოდ არ ვიცით. აჰა, აა, კიდევ ერთი დიდი ხარვეზი, აი ამ ეტაპზე რაც ხდება, მხოლოდ იმაზე მოგახსენებთ, რადგან ძალიან შეზღუდულები ვართ. კი, დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ისტორია არის ერთ-ერთი ყველაზე საძულველი საგანი მოსწავლეებისთვის. აი თუ ისტორიას მოსწავლეთა უმეტესობა სკოლაში არ და ვერ სწავლობს და ამას აქვს თავისი მიზეზები. უპირველეს ყოვლისა, ნახეთ, უკანასკნელი წლების განმავლობაში მორიგი, ასე ვთქვათ, რეფორმა განხორციელდა, რომლის მიხედვითაც გაიმიჯნა ერთმანეთისაგან სოფლიოს ისტორია და საქართველოს ისტორია. დიახ, მე მაგალითად მე-10 კლასი ავიღოთ. იქ ისწავლება ცალკე მსოფლიოს ისტორია, ცალკე საქართველოს ისტორია. ორ-ორი საათი ეთმობა. ამას ემატება მე მე-11 კლასიც იგივე ვითარება. თითოეული ეს სახელმძღვანელოები იყოფა რამდენიმე ნაწილად და საერთო ჯამში 10-ზე მეტ სახელმძღვანელოსთან უწევს ურთიერთობა მე-10 მე-11 კლასელს. ამას ემატება ისიც, რომ ისტორიას ასწავლის ერთი მასწავლებელი, ხშირ შემთხვევაში საქართველოს ისტორია სხვა. ვერ ხდება ერთმანეთთან დაკავშირება მსოფლიოში მიმდინარე პროცესების და საქართველოს მოვლენების. და საერთო ჯამში მივიღეთ ის, რომ ჯერ ერთი მასალა რაოდენობრივად, აი ფიზიკურად გაიზარდა და შინაარსობრივად ერთმანეთს ძალიან დაშორდა. ლოგიკურ აზროვნებას, პარალელების გავლებას, მსჯელობას ფაქტობრივად ვერ ახერხებს მოსწავლე და მასწავლებლებსაც ძალიან უჭირთ ასეთი სისტემით სწავლება და მაშინ, როდესაც ჩვენ უნდა ვასწავლოთ საქართველოს ისტორიიდან, რა თქმა უნდა, დანახული მსოფლიოს ისტორია და ეს ყველაფერი ინტეგრირებულად უნდა იყოს პარალელურად ერთმანეთთან შეთანხმებით და ჩვენ უნდა შეგვეძლოს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების დანახვა საქართველოსთან, ისევე როგორც საქართველოში განვითარებული მიმდინარე პროცესების ახსნა მსოფლიოში და ჩვენ სამეზობლოში მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვანი ამბებით. ნუ, სხვა პრობლემებიც არის, იგივე კადრების კვალიფიკაციასთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ჩვენ ამაზე შეგვიძლია დაუსრულებლად ვისაუბროთ. იმდენი პრობლემაა ისტორიის სწავლების მიმართულებით სკოლებში. უფრო ვრცელი ფორმატით იქნება, მეგონი საჭირო. ეხლა ნაწილობრივ უკვე ისაუბრებით, მისდევენ. შეიძლება ამისი დაძლევა და აი ბოლოს რას მიამატებდი, ნუ უკვე ბოლოსკენ გამოკვეთე შეიძლება ამის დაძლევა, მაგრამ რა შეიძლება რომ აი გაკეთდეს. და რომ შევაჯამოთ ამ. ხო, სამწუხაროდ ეს არ არის ისეთი პრობლემა, რომელიც შეიძლება შეიცვალოს ქვემოდან. ეს არის ზემოდან შესაძლებელი. აა, ეს უნდა გაგვეკეთებინა ჩვენ 91 წლიდან და დღეს სულ სხვა რეალობაში ვიქნებოდით. თავთვალოთ, რომ ეს ბოლო რამდენიმე წელიწადი დამოუკიდებლობის წლები ფაქტობრივად არის დაკარგული. ჩვენ კი არ ასე ვთქვათ, მივიღეთ თაობა, რომელმაც იცის საკუთარი ქვეყნის წარსული და ისტორია და აფასებს მას, არამედ ჩვენ დღეს გვყავს თაობა, რომელიც სკოლაში ფაქტობრივად ისტორიას არ ვერ სწავლობს. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ნება უმაღლეს დონეზე, რომ კომპეტენტური პირებისგან, აი ამ დარგის ნამდვილი მცოდნეებისგან და ექსპერტებისგან შეიქმნას შესაბამისი ჯგუფი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში იმუშავებს ამ ზოგადად ისტორიის სწავლების პროგრამაზე, ერთიან გეგმაზე და მიდგომებზე, აქ იქნება ძალიან ბევრი დარგის ექსპერტის ჩართულობა აუცილებელი და ვიმეორებ, ეს აუცილებლად იქნება რამდენიმე წლიანი პროცესი და არა ისეთი, როგორც ხდება ხოლმე და ყოველთვის, ასე ვთქვათ, ჩვენი უახლესი წარსულის გათვალისწინებით. ეს გრძელვადიანი პროგრამა უნდა იყოს, გათვლილი იმ, ასე ვთქვათ, მიზნების განხორციელებაზე, რასაც ძალიან მოკლედ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, უნდა იყოს ინტეგრირებული სწავლება საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის და საქართველოს ისტორიის სწავლების გაძლიერებით, რა თქმა უნდა, და საქართველოს ისტორიის ჭრილიდან უნდა დავინახოთ ჩვენ ასევე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და კარგად გავიაზროთ პარალელები აი ამ ორი, ასე ვთქვათ, თემისა და სფეროს. და დავასრულოთ იმით, რომ ეს ჩვენი ისტორიის სწავლების პროცესი უნდა იყოს აზროვნებაზე, კრიტიკულ აზროვნებაზე ორიენტირებული პირველ რიგში. რა უდაოდ. თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ამან უნდა მოხდეს ჩვენ საკუთარი ქვეყნის და მსოფლიოს წარსულის კარგად მცოდნე ადამიანები,
და ვიმეორებ ეს ცოდნა ადამიანებს ნამდვილად გამოადგებათ, რომ ისინი იყვნენ შემდგარი ადამიანები, თავისუფალი ადამიანები და რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ჯერ უნდა დავაწყობთ ისტორიის სწავლება სკოლებში, საბოლოო ჯამში სწორედ ეს თავისუფალი ადამიანები და თავისუფალი საზოგადოება მოგცემს ჭეშმარიტ და თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს, დამოუკიდებელ საქართველოს. მადლობა, გიორგი, დიდი მადლობა. ბოლო მადლობა სლაიდს შენ. გავაზიარებ. ჩვენი საუბარი ხორციელდება პროექტ მენტორისის ფარგლებში. მენტორისი ეს არის თქვენი მეგზური ცოდნის სამყაროში, რომელიც თავაზობთ ონლაინ კურსებს, რომლებიც შეგიძლიათ აი ამ მითითებულ ბმულებზე იხილოთ. გიორგი, ამით დაგემშვიდობები, კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებ და იმედი მაქვს, რომ მადლობა. ამაზე უფრო ვრცლად საუბრის შესაძლებლობაც მოგვეცემა, სადაც სხვა დაინტერესებულ და მცოდნე პირებსაც მოვიწვევთ და ისინი უფრო სიღრმისეულად გაირჩევა ეს საკითხი, რომელიც ესეთი მნიშვნელოვანი და არსებითი საკითხია ჩვენი მომავალი თაობებისთვის. მადლობა. წარმატებები.